დღევანდელი ჩვენი თემა გახლავთ რობოტული ქირურგია საქართველოში ინოვაციური მიდგომა მედიცინაში და სწორედ ამ თემაზე ისაუბრებენ დღეს ჩვენი სტუმრები მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზოგადი ქირურგი ონკოქირურგი ბატონი ემზარ ნადირაძე და პაციენტი ქალბატონი ნანული დავითური. პოსტოპერაციული პერიოდი როგორ გაიარეთ, რამდენ მარტივი იყო, რა სირთულეებს წააწყდით და ასე შემდეგ. ძალიან მარტივად გავიარე, როგორც მეგონა. იმიტომ რომ პირველად მოვხვდი კლინიკაში და არაფერი არ მქონდა მსგავსი გაკეთებული და პირველი შემთხვევა იყო ჩემი ავადმყოფობის და იმდენად აი ახლა გაოცებული ვარ პირდაპირ რომ ასე მგონია სიზმარში მგონია ჩემი თავი იმდენი ადამიანი მეხვეოდა თავზე და იმდენი აი არ ვიცი რა ისე მიყვარს აი როგორც ჩემი შვილი დიდი შვილები მყავს ისეთი ადამიანია რომ გულში ჩაიხუტები ენდობი, ბოლომდის ენდობი და რა ვიცი, აი გადამარჩინა. ქალბატონი ნანული მოგმართვა, როდესაც ჩვენ კლინიკაში მოვიდა პანკრეასის თავის ავტოსებიანი წარმონაქმნი, პანკრეასზე ოპერაციული ჩარევა მოგეხსენებათ და ცნობილია რომ არის საკმაოდ დიდი მასშტაბური ჩარევა, საკმაოდ ტრამული პაციენტისთვის და ეს ქირურგია ასევე მოითხოვს დიდი სიზუსტით შესრულებულ ქირურგიულ ჩარევას და ისეთ ანატომიურ ვიწრო სტრუქტურებში, სადაც გადის მნიშვნელოვანი სიზარღვები და ასევე მისი ონკოლოგიური პრინციპების დაცვის შესრულებისთვის ამ სიზარღვებისგან მნიშვნელოვანი არის ლიმფური კვანძების განცალკევება. რობოტული ქირურგია პაციენტისთვის გარედან განაკვეთის თვალსაზრისით არის იგივე მცირე განაკვეთებით შესრულებული, აქვს სახსრების მოძრაობის საშუალებით მეტი მანიპულირების უნარი. შეთავაზებული იქნა რობოტული ქირურგიით ჩატარებული ოპერაცია, რაზეც ქალბატონი ნანული განაცხადა თანხმობა. თქვენ როგორც უკვე გამოცდილი პაციენტი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ეს ყველაფერი, რამდენად გაუწევთ რეკომენდაციას რობოტულ ქირურგიას და რამდენად ურჩევთ მაყურებლებს, რომ საჭიროების შემთხვევაში რა თქმა უნდა, გაუწევ რეკომენდაციას იმ მხრივ, რომ არის ძალიან უსაფრთხო, ძალიან მოკლე დროში. ახლა მე უკვე მოძრაობ თავისუფლად, არაფერი არ მაწუხებს აბსოლუტურად, ასე მგონია, რომ უკვე მგონია რომ არც გამიკეთებია და არც ხო